უნდა ვისაუბროთ რუსეთის საინფორმაციო ომის შესახებ, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტიც შეთქმულების თეორიების გავრცელება. აქ იგულისხმება დეზინფორმაციის გავრცელება, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მათ შორის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამართლება. ევრონიუს ჯორჯიას სამხედრო მიმომხილველი გიორგი თუხარელი მუშაობდა თემაზე და სწორედ ის შემოგვიერთება პირდაპირ ეთერში. გიორგი, ჩვენ ვიცით, რომ შეთქმულების თეორიებს მსოფლიო პოლიტიკაში საუკუნოვანი ისტორია აქვს და ჩვენც ამით დავიწყოთ საუბარი, მიმოვიხილოთ ეს ისტორიული ფაქტები და შემდეგ გადავიდეთ უკვე რუსეთზე და მის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის მთავარ მახასიათებლებსა და სპეციფიკაზე. დიახ, როგორც აღნიშნე, მსოფლიოს ისტორიაში არაერთი ფაქტია, როდესაც შეთქმულების თეორიები გამოიყენება მმართველობის პროცესში, როდესაც ტირანები იქნება ეს მმართველი პოლიტიკური ელიტები მიმართავდნენ სხვადასხვა დროს თავისი დანაშაულების თუ თავისი წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალების მეთოდს, ასე მაგალითად შუა საუკუნეებში ხშირად იყო ესეთი შეთქმულების თეორიები დაკავშირებული ალქაჯებთან, შემდეგ დაემატა ამას მასონებზე, ილუმინატებზე, შეთქმულების თეორიები, ამას შემდეგ მომდევნო საუკუნეებში ემატებოდა ანტისემიტიზმის ფაქტორიც, ასევე ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირი ხშირად გამოიყენებდა დასავლური ინსტიტუტების დადანაშაულებას, რომ ებრძვიან და ეს არ შეჩერებულა და ეს გრძელდება თანამედროვეობაშიც, ამას რუსეთი აქტიურად იყენებს, როგორც აღნიშნე და ეს ერთგვარი იარაღია. ხო და რა ადგილი უკავია სწორედ ამ შეთქმულების თეორიებს ამ შემთხვევაში რუსეთის თანამედროვე საინფორმაციო ომში? კი, რუსულ პროპაგანდას აქვს ორი სამიზნე. ერთი სამიზნე არის შიდა აუდიტორია და მეორე სამიზნე არის გარე აუდიტორია. შიდა აუდიტორიისთვის მთავარი მიზანი არის ის, რომ მოახდინოს კონსოლიდაცია გარკვეული იდეისთვის საზოგადოების. ასე მაგალითად ტრის ხატის შექმნა, რომ რუსეთს ებრძვის კონკრეტული რაღაც ახალი წარმონაქმნი, რაღაც ახალი სუბკულტურული ახალი ტერის სახე არის შემოტანილი. ამ შემთხვევაში დასავლეთი ხშირ შემთხვევაში ეს ტრად წარმოჩენილი, რომ რუსულ კულტურას, ტრადიციებს ებრძვის დასავლეთი და შესაბამისად მასთან ბრძოლა არის ერთგვარი წმინდა საქმე, რაღაც საღვთო ომი, რაღაც ძალიან დიდი მნიშვნელობის რუსეთისთვის, რუსეთის იმპერიისთვის და ამ ყველაფერს აკეთებს კრიტიკული აზროვნების შემცირების ხარჯზე. ამ მიმართულებითაც იღწვის რუსული სპეცსამსახურები, იღწვიან. მუდმივად ხაზგასმა ხდება, რომ ეს კონსოლიდაცია არის საჭირო იმისთვის, რომ მზად იყოს საზოგადოება დიდი ომისთვის. ხშირად ხდება, რომ აი თქვათ ამ პროცესში უპირობო ლიდერი როლი არის კონკრეტულ შემთხვევაში პუტინის როლის წამოწევა ხდება, რომ სწორედ ეს ღვთიური ომი, ეს წმინდა ომი, დასავლეთთან დაპირისპირება და ტრადიციების დაცვა და ასე შემდეგ ამ ყველაფერს სათავეში უდგას რუსეთი და რუსეთის პრეზიდენტი და შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ კონტექსტში ხშირად გამოიყენება, როგორც აღნიშნე, დასავლეთის მტრად მოაზრება და ამავე კონტექსტში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს არა მხოლოდ შიდა აუდიტორიისთვის არის ეს მეთოდები, არამედ გარე აუდიტორიისთვის. სამიზნე ქვეყნებში ხშირად რუსეთი ხელს უწყობს სწორედ ისეთი გზავნილების პოპულარიზაციას, რომელიც მსგავსი არის იმ გზავნილებისა, რომელიც რუსეთში გამოიყენება შიდა აუდიტორიისთვის, იგივე ახალი მტრის ხატის შექმნა და ამ შემთხვევაში ხდება რუსეთის როგორც აგრესორის გაქრობა, ისტორიიდან გაქრობა და შემოდის ახალი მტერი, რომელსაც უპირისპირდება რუსეთი, ამ შემთხვევაში უკვე რუსეთი გამოდის როგორც მაშველის როლში, იმ ქვეყნებისთვის, სხვა ქვეყნებზე მაქვს საუბარი, იმ ქვეყნებში ხელს უწყობს სწორედ სპეცსამსახურები ასეთი შეხედულებების გავრცელებას. ასე მაგალითად შეიძლება დასავლეთის მტრად მოაზრების კონტექსტში შეიძლება სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციაც ამაზე მიანიშნებს, მაგალითად Deep State, სხვადასხვა გლობალური აქტორები, რომლებიც ებრძვიან კონკრეტულ რაღაც ტრადიციებს და ასე შემდეგ და ხშირ შემთხვევაში ასეთ მტერთან ერთადერთი დაპირისპირებული მხარე გამოდის რუსეთი. ამ შემთხვევაში რუსეთი იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებსაც პირობითად ებრძვის Deep State
თანამე ბრძოლი გამოდის რუსეთი იმ ქვეყნებისთვის და ეს სწორედ იმ მიზნით კეთდება, რომ რუსეთმა არაპირდაპირი გზით მოიპოვოს თქვათ მოკავშირეები და გაამართლოს თავისი აგრესიული და გააძლიეროს საკუთარი გავლენები. თავისი გავლენები. სწორედ ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ სტუმარს და მოდით ნახოთ ეს ინტერვიუ. ყველაზე გავრცელებულ შეთქმულების თეორიებზე და რამდენადაა ეს დაკავშირებული რუსულ ჰიბრიდულ ომთან სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. Euronews Georgias კითხვებს უპასუხებს GeoCases მკვლევარი და ყოფილი დიპლომატი ნიკოლოზ ხატიაშვილი. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თავდაპირველად მინდა დავიწყოთ საუბარი, მე ვიცი რომ თქვენ გააკეთეთ კვლევა, ნარკვევი და დაბეჭდეთ ეს ერთ-ერთ ანალიტიკურ გამოცემას დააბეჭდინეთ. რას წარმოადგენს რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებების ჭრილში და საინფორმაციო ომის წარმოების პროცესში, სწორედ ეს შეთქმულების თეორიები, რომელსაც ხედავთ მსოფლიოში. დიახ, ზოგადად, როდესაც ჩვენ საუბრობთ შეთქმულების თეორიებზე, ხო, ეს არ არის რაღაც ახალი მეთოდი რუსეთისთვის, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, ხო, რუსეთი აქტიურად იყენებდა შეთქმულების თეორიებს თავისი, ასე ვთქვათ, სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და როგორც იყენებდა ამას, როგორც თავის საინფორმაციო, ასე ვთქვათ, იარაღს. მარტივი მაგალითები რომ მოვიყვანოთ, ხო, რუსეთის ამოცანა არის ხოლმე ძირითადად ორ ნაწილად გაშალოს ეს საინფორმაციო ომი, ეს ასე ვთქვათ, შეთქმულების თეორიები. ერთი მიმართულება არის ქვეყნის შიდა აუდიტორია, იმისთვის რომ ვთქვათ მოახდინოს თავისი საზოგადოების კონსოლიდირება და ამას აკეთებს რეალურად თავისი რეჟიმის შენარჩუნებისთვის. იგივე ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროსაც, როდესაც ვთქვათ ხდებოდა დემონიზება დასავლეთის ამერიკის, როგორც ვთქვათ, მტრული ძალა, რომელიც ასე ვთქვათ, ცდილობდა საბჭოთა კავშირის დანგრევას, დაშლას და ასე შემდეგ. ასევე მეორე მსოფლიო ომიც რო გავიხსენოთ, ხო, მაშინ საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის ომის დროს ასევე იყო ძალიან ძლიერი იდეოლოგიური ომი და მაშინაც ეგრეთ წოდებული სვისჩენაია ვაინას ეძახდნენ მაგას, როგორც ვთქვათ, რაღაც მსახთო ომი, რომელშიც საბჭოთა კავშირს უნდა გაემარჯვებინა, ხო და შესაბამისად ეს შეთქმულების თეორიები ძალიან ისე კარგად მუშაობს და ეფექტურად უშუალოდ რუსულ საზოგადოებაზე. მეორე მომენტი არის ის, რომ ამ შეთქმულების თეორიებით რუსეთი ცდილობს გარკვეულწილად დასავლეთის დემონიზებას და მის წარმოჩენას როგორც ვთქვათ რაღაც მტრულ ძალად, რომლის მიზანიც არის ვთქვათ რუსეთის წინააღმდეგ ომის წარმოგიდგენა, ნატოს მაგალითი რო ავიღოთ, თქვა ნატო რუსეთის გაგებით ნატო არის ორგანიზაცია, რომელსაც სურს რუსეთთან დაპირისპირება ომი და შესაბამისად ამ კონტექსტშიც ის აქტიურად იყენებს ამ თეორიას. შესაბამისად, ხო ეს კონსპირაციული თეორიები გახდა რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი თავისი ჰიბრიდულ ომში და ამას ყოველდღიურად აქტიურად იყენებს. ეს არ არის რაღაც ახალი, ამას ასევე ისტორიული კონტექსტი აქვს, ხოლმე არა რუსეთის გარემო სხვა ქვეყნებშიც და აქედან გამომდინარე, ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაზეც დგას თქვა რუსეთის საინფორმაციო ომი. როგორც ახსენე, ამას აქვს შეთქმულების თეორიებს საკმაოდ დიდი ისტორიული ფესვები და არ შევჩერდები თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებ ისტორიის მაგალითებზე. უბრალოდ რომ საუბარი გავაგრძელოთ ეგრეთ წოდებულ deep state-ზე, ამ ღრმა სახელმწიფოს იდეაზე, საიდან იბადება ეს იდეა, როდის იბადება და რას გულისხმობს შინაარსს? ხო, უშუალოდ ტერმინი deep state-ი შედარებით ახალი არის, თუმცა deep state-საც გარკვეულწილად ორი აღქმა აქვს რა, ერთი არის უფრო დასავლური აღქმა, მეორე არის უფრო რუსული აღქმა. ეხლა დასავლური აღქმით ხო deep state-ი არის უფრო რაღაც კონკრეტული ორგანიზაციები და ადამიანების ჯგუფები, რომლებიც ფარულად მართავენ მთავრობებს, შეიძლება იყოს ორგანიზაციები, შეიძლება იყოს კომპანიები და ასე შემდეგ. ხოლო მეორე განმარტებით, რაც უკვე უფრო რუსულ ასე ვთქვათ, განმარტებას წარმოადგენს, ეს არის რაღაც გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, რომ სოფლიო პოლიტიკური პროცესები წაიყვანოს. მარტივად რო ვთქვათ, ამის მაგალითები ჩვენ ქონია ადრეც მაგალითად აი ილუმინატები, მასონები, ხო, ზუსტად ესეთი სტილის ორგანიზაციას წარმოაჩენს deep state-ს რუსეთი, რომელიც ებრძვის რუსეთს, მის მოკავშირეებს და ძირითადად ეს გამოიყენება დემოკრატიული სახელმწიფოების წინააღმდეგ და ისინი მოიაზრებიან ხოლმე deep state-ის წარმომადგენლებად. ასევე დიდი კომპანიებიც რო ავიღოთ, იგივე Rheinmetall, იგივე BlackRock, იგივე ვთქვათ
Boeing-ი ხო, ყველა ეს კომპანია რაღაც ნახსენებია ხოლმე ხშირად როგორც Deep State-ი, რომელიც გარკვეულწილად სერიოზულ გავლენას ახდენს გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე და აქედან გამომდინარე ეს პროცესები მიმართულია რუსეთის მიმართ და რუსეთი საზოგადოებაში გამოჩნდება როგორც ასე ვთქვათ ამ Deep State-ის წინააღმდეგ დამცავი ქვეყანა და სწორედ ახლა ჩვენ ვიცით ზოგადად პოლიტიკურ მეცნიერებებში რომ როდესაც ავტორიტარულ რეჟიმებს უნდათ ხალხის ასე ვთქვათ მობილიზება თავისი მხარდამჭერების ისინი ქმნიან რაღაც მტრის ხაზს და იმის ირგვლივ ხდება, როდესაც ხალხი ხედავენ, რომ ქვეყანა დგას რაღაც კონკრეტული საფრთხის წინაშე, ხო, ეს საზოგადოება ახდენს კონსოლიდირებას, იგივე ომიანობის პერიოდში, ხო, ჩვენ ვხედავთ, რომ ძირითად შემთხვევებში ადამიანები იკრიბებიან, კონსოლიდირებას ახდენენ და მხარში უდგებიან მთავრობას და ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს, როგორც ამ შემთხვევაში ეს არის რაღაც უხილავი წარმოსახვითი მტერი, რომელიც ცდილობს რაღაცა არეულობა გამოიწვიოს, ომიანობა და ასე შემდეგ. თქვენ ახსენეთ რომ ეს არის ერთ-ერთი მიზანი არის სწორედ შიდა აუდიტორიის კონსოლიდირება გარკვეულ იდეაზე მიზანი ორ შემთხვევაში ესეთი შეთქმულების თეორიების თუმცა ვხედავთ რომ და ამაზე არაერთი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია წერს რომ რუსული ეს ჰიბრიდული მოქმედება რომელიც საკმაოდ წარმატებით და აქტიურად გამოიყენება თვითონ რუსეთის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებზეც ვრცელდება ამ საკითხზე რომ ვისაუბროთ, აი რუსეთი როგორ ავრცელებს მისთვის კრემლისთვის სასარგებლო გზავნილებს, კრემლისთვის სასარგებლო იდეებს სხვა ქვეყნებში და რომელი ქვეყნები არიან ძირითადად სამიზნეები. ხო, ну ძირითადად მაგალითად აი სულ ახალი მაგალითი მინდა მოვყვანოს არის ვენესუელა, როდესაც კვლავ ეს ამერიკა წარმოჩენილია როგორც მტერი და აქტიური დეзинფორმაცია და პროპაგანდა მიდის ანტიამერიკული ვენესუელაში და მადურო ცდილობს რომ გარკვეულწილად კონსოლიდირება მოახდინოს სწორედ ამ საფრთხეს. ну რეალურად ვენესუელისთვის დღეს საფრთხეს წარმოადგენს ამერიკა, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული მოქმედებები დაიწყო ამერიკის ხელისუფლება ვენესუელის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ეს ძალიან აქტიურად გამოიყენება მასკოს საზოგადოების კონსოლიდაციისთვის. ასევე ნუ საქართველოს ქართული Deep State-ის მაგალითიც ვიცით ჩვენ როგორ გამოიყენება ეს კონსოლიდაციისთვის და ძირითადად და ასევე სხვა ქვეყნებშიც, ახლა უნგრეთშიც ვნახეთ ჩვენ გარკვეულწილად ესეთი ნარატივები ბოლო პერიოდში, სლოვაკეთშიც იყო ამაზე საუბარი და შესაბამისად ხო ეს თეორიები ძირითადად ასე ვთქვათ ვრცელდება გარკვეულწილად რუსეთის პრორუსული ორგანიზაციებიდან, ჯგუფებიდან, პოლიტიკური პარტიებიდან და ასე შემდეგ და ისინი ეხმარებიან ამის გავრცელებაში. ზოგადად როგორ მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურები სხვა ქვეყნებში, როდესაც ახდენენ გარკვეულწილად საინფორმაციო ომებს და საინფორმაციო კამპანიებს, ხო, ანუ ისინი თავდაპირველად შესაბამისი დანაყოფები ახდენენ კვლევას საზოგადოების, ახდენენ იდენტიფიცირებას თუ რა არის ყველაზე ისეთი თემები, რომლებიც მოქმედებს საზოგადოებაზე და ამის მიხედვით უკვე ისინი ცდილობენ, რომ აი სწორედ ის თემა შემოიტანოს საზოგადოებაში, რის მიმართაც მოწვადი არის და რაზეც თქვათ წამოეგება ის ადამიანები, ვინც თქვათ ამ ქვეყანაში არიან და ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს ეს რუსული საინფორმაციო ომი და რა თქმა უნდა შეთქმულების თეორიას და ეს Deep State-იც არის ამ საინფორმაციო ომი და ფსიქოლოგიური ომის ნაწილი. ჩვენ ვხედავთ რომ რიგ ქვეყნებში ასეთი გზავნილები იგივე Deep State-ზე იქნება თუ სხვა არის ხშირად თანხმედრაში და საკმაოდ მსგავსი იდენტური გზავნილებია ხშირად. როგორ შეგვიძლია და არსებობს თუ არა რაიმე ვთქვათ მეთოდი ან დაკვირვება რომ ეს გავაიგივოთ რომ ეს არის უშუალოდ კრემლიდან მომდინარე გზავნილები. ზოგადად ძირითადად ეს Deep State-ის კონცეფცია, რასაც ქვია, ეს მიმართულია აი სწორედ ამ დასავლური და დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ, რაც სოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არსებობს. ხო, ანუ სწორედ ყველაფერი რაც ცუდი ხდება ხოლმე ქვეყანაში, ბრალდება Deep State-ს, ხო, ანუ ეს დემოკრატიზაციის პროცესიც ძალიან ნეგატიურად წარმოჩნდება ხოლმე ევროკავშირის და ნატოც წარმოჩნდებიან როგორც ვთქვათ ორგანიზაციები, რომლებიც ერევიან ქვეყნის სუვერენიტეტში, ცდილობენ რაღაც გარკვეულწილად რეჟიმის შეცვლას და ასე შემდეგ, თუმცა რეალურად ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს ევროკავშირი არის ვთქვათ დემოკრატიის შუქურა, ასე ვთქვათ, სადაც წევრ ქვეყნებში არის ძალიან მაღალი დემოკრატიის დონე და სწორედ ამის შიში აქვს რუსეთს, იმიტომ რომ დემოკრატია რუსეთის რეჟიმისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე და სწორედ მისი პოლიტიკაც მიმართულია იმით, რომ დემოკრატიული პროცესები მის საზღვრებთან შეაკავოს და ამისთვის ყველაზე ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის სწორედ ესეთი კონსპირაციული თეორიების გავრცელება, განსაკუთრებით აი მოწვლად საზოგადოებებში და შესაბამისად ის ამას ძალიან კარგად იყენებს და არქიტექტურულად ძალიან კარგად აწყობს ხოლმე ამ ნარატივებს, რომლებიც პირდაპირ აი რაღაც ფსიქოლოგიურად ურტყავს საზოგადოებას და ის ასე ვთქვათ იწოვს ამას და მის გავლენის ქვეშ ექცევა ხოლმე.
რა განაპირობებს საზოგადოების მოწყვლადობას ასეთი მცდარი გზავნილების მიმართ? აქ რამდენიმე ფაქტორი არის, მაგრამ ორი ძირითადი ფაქტორი არის ის, რომ ნაკლებად ინფორმირებულია ხოლმე საზოგადოება და უჭირს თქვა სიმართლის და ტყუილის ერთმანეთისგან განსხვავება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უკვე იმდენად განვითარდა ასევე ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით ეს იგივე deepfake-ები, იგივე თქვათ ეს რაღაც ნარატივები, სოციალურ ქსელებად ძალიან შეუწყო ამ ნარატივების გავრცელებას და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღი სწორედ სოციალური ქსელები არის, სადაც ის თავის დეზინფორმაციას და პროპაგანდას ავრცელებს და სწორედ ეს არის, რომ საზოგადოების ნაწილი არ არის მზად, რომ თქვათ შეისწავლოს ის საშუალებები, რითაც ხდება ამ ყველაფერს იდენტიფიცირება, იმიტომ რომ ბევრი ტექნიკური საშუალება არის, პროგრამული საშუალება, რითიც ხდება, ასე ვთქვათ, ფეიკების იდენტიფიცირება, ინფორმაციის გადამოწმება და ასე შემდეგ. მეორე მომენტი არის ის, რომ რიგ მოწყვლად საზოგადოებაში არის განათლების პრობლემა, რაც ასე ვთქვათ, ასევე რუსეთისთვის ძალიან კარგი ფაქტორი არის, რომ გამოიყენოს თავის დეზინფორმაცია, იმიტომ რომ ეს ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც შენ იყენებ რაღაც დეზინფორმაციას და პროპაგანდას, ხო, ის უფრო ეფექტურია ისეთ საზოგადოებაში, ვისი განათლების დონე შედარებით უფრო დაბალი არის და უფრო ადვილად იჯერებს რაღაც ისეთ ტყუილებს, რომლებიც რეალურად არანაირი ფაქტებზე დაფუძნებული არ არის და შესაბამისად ეს განათლება და ეს ცნობიერების ამაღლება არის ორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და რა თქმა უნდა ამას სჭირდება მთავრობის ხელშეწყობაც, რომ მთავრობამ გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ბერკეტები, რომ მოახდინოს ამის ასე გაქარწყვა. უწყობს თუ არა ხელს აი საზოგადოების მოწყვლადობის გაზრდას რუსული აგენტურული საქმიანობა მთელ რიგ ქვეყნებში? რა თქმა უნდა, ზოგადად ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ეს დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ფეიქ ნიუსები იქცა რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, იარაღად, იმიტომ რომ ბევრ ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურები ძალიან, ასე ვთქვათ, მასშტაბურად არიან წარმოდგენილები, მათი შეღწევადობის დონეც ძალიან მაღალი არის და თან ყველა სფეროში, ხო, ანუ ეს მოიცავს პოლიტიკურ სფეროს, ეკონომიკურ სფეროს, ეს მოიცავს რაღაც დიასპორებს და ასე შემდეგ, განსაკუთრებით ეს დიასპორა ძალიან აქტიურად გამოიყენება რუსული აქტივობისთვის და სპეცსამსახურები ამას ძალიან კარგად იყენებენ, მათი საშუალებით, ასე ვთქვათ, ხდება ამის გავრცელება და ეს გავრცელება ძალიან, ასე ვთქვათ, კარგად არის ხოლმე ინტეგრირებული იმ საზოგადოებრივ მოწყვლად ფენებში, რომლებიც არსებობს ხოლმე და შესაბამისად ეს ძალიან კარგად არის გამოყენებული.